სხდომებს. დღეს პირველი პირი, ვინც გამოვა კომისიის წინაშე, ეს გახლავთ ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე და ჩვენთვის ჩვენი თანამებრძოლი მრავალი წლის, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა სააკაშვილის მაშინდელ რეჟიმს ჩვენთან ერთად და სხვა თანამებრძოლებთან ერთად. თუ ბატონი დავითი მოგბრძანდა, თხოვთ შემოვაცილოთ დარბაზში და მას უნდა ვთხოვოთ, რომ 11 საათზე მისი მოსმენა დასრულდეს, იმიტომ რომ 11 საათზე ჩვენ მოусმენთ ჭადრაკის მსოფლიო ლეგენდას ოსტატს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მას ვერ ვაცდევინებთ, ამიტომ ზუსტად 11 საათზე ქალბატონი ნონა უნდა შემოვიპატიჟოთ დარბაზში. მოგესალმებით ბატონო დავით, გთხოვთ დაბრძანდეთ. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მადლობას მოგახსენებთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც გქონდა ჩვენ პატივი თქვენთან ერთად გვეწარმოებინა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. თქვენთვის პარლამენტში ყოფნა არ არის უცხო, პარლამენტის წევრი ბრძანდებოდით და კვლავაც აგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამდენი წლის შემდეგ დასრულებული კვლავ არ არის და ჩვენი კომისიის მიზანია, რომ ის რეჟიმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მაშინელმა ოპოზიციამ გაისტუმრა ხელისუფლებიდან, აღარ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამიტომ ვიკვლევთ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იმისათვის, რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ბატონო დავით, თქვენ იცით, მაგრამ ასეთია წესი, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კითხვებზე უარიან, კითხვებისთვის თავის არიდება, ან კიდევ განზრახ სრულახსნა განმარტების მოცემა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ თქვენ წინ მდებარე დოკუმენტს ხელი, რომელსაც ალბათ სამდივნოსთან ერთად თქვენ უკვე გაეცანით. რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას, გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დავიწყოთ მუშაობა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 45 წუთი. აქედან ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ თავდაპირველად 15 წუთი აიღოთ და ამ 15 წუთის განმავლობაში მით უმეტეს, რომ ახალგაზრდები გვისმენენ და ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ და იმ დროს, ვინც მცირეწლოვანი იყო, დღეს უკვე სრულწლოვანია. მათთვისაც, რომ მოგვითხროთ 26 მაისის 2011 წლის 26 მაისი რომ თენდებოდა ამ შენობის წინ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და მაშინდელმა რეჟიმის წარმომადგენლებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და სისხლით მორწყულ რუსთაველზე დილით უკვე 26 მაისს სააკაშვილმა სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვა საზოგადოების სხვადასხვა წევრები და გამართა აღლუმი. ეს ფაქტები რა იცით თქვენ რო გითხრათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკოსისა და პარლამენტის ყოფილი წევრისაგან. კონტექსტი რა იყო? ეს არ იყო ისე, რომ 25 მაისამდე ყველაფერი იყო კარგად და 25 მაისის საღამოს მოხდა ის, რაც მოხდა. ზოგადი კონტექსტიც რომ აუხსნათ საზოგადოებას, რა ბრძოლასთან გქონდა საქმე და ვის ებრძოდა საზოგადოების უდიდესი ნაწილი. გთხოვთ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. მადლობა მოწვევისათვის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რეჟიმი, რომელიც 2003 წლიდან ამ ქვეყანას პირდაპირ გაგებით ჯიჯგნიდა, მათ თავარი არსი ჰქონდათ ერთადენ რამეში, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ ნებისმიერი საშუალებებით, რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ არაფერს არ ერიდებოდნენ, იყვნენ დაუნდობელნი და ეს ყველაფერი მიმართული იყო იქეთკენ, რომ დაეთესათ შიში, რომ საზოგადოებაში ყოფილიყო იმის განცდა, რომ
მაინც აზრი არ აქვს ჩვენ რაცა უნდა ვიბრძოლოთ, მაინც ვერაფერს ვერ მივახცევთ და ამისი ნათელი გამოხატულება იყო 26 მაისის ცნობილი მოვლენები. მოგეხსენებათ, მანამდე აქციები იმართებოდა, არაერთი აქცია წლების განმავლობაში, თუნდაც 7 ნოემბრის აქცია, 6 მაისის აქცია, რომელიც მონაწილეები ჩვენ ყველანი უმეტესობა ერთად ვიყავით და 26 მაისის ღამეს აქ იყო. საშინელი ამინდი იყო ეს ყველა სახსოვს ალბათ, კოგისპირული თავსხმეცმება იყო და ღამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტიურად მთელი ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაღწიეს ასე ვთქვათ ყულფში, რომ მათ გასასვლელი არ ქონოდათ, გამოიყენეს, არ ვიცი რა სახის, რამდენი სახის ასე ვთქვათ საბრძოლო ტექნიკა თუ შეიძლება ასე ითქვას, მხუთავი გაზები, ხმოვანი რაღაცა სიგნალს რა ქვია სიგნალები და ასე ვთქვათ ადამიანებს არ მისცეს იმის საშუალება რომ ერთი გასასვლელიც ქონოდათ რომ გარიდებოდნენ ამ იმას მხოლოდ მიზეზი იყო და მიზანი იყო რომ დაესაჯათ აქ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები იყვნენ იმ ღამეს ჩვენ ასე ხედავდით ვთქვათ აქციის დროს იგივე რა ვიცი ქალბატონი ნონა ბატონები აც გარდაცვლილი გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ბევრი რომლებიც ასე ვთქვათ თამაზ მეჭიაურიც მახსოვს რომ იყო აქ აქციის დროს და როდესაც დაიწყო დარბევა ვისაც ასე ვთქვათ წაელეწებოდნენ თუ შეიძლება ასე ითქვას იჭერდნენ ხელებზე უკეთებდნენ პლასმასის მარყუჟებს მახსოვს ლუკა კურტანიძეს რამდენიმე გაუკეთეს ეთყობა იფიქრეს რომ ეს ერთს გაწყვიტავსო და ასე ვთქვათ მე მოხდა ისე რომ ეს ყველა ხალხი შერეკეს ოდიში იმ ადამიანებთან რამ გამოთქვისეს რომ პირდაპირ მნიშვნელობით რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგზელებდნენ ამ ადამიანებს ასე ვთქვათ ფიზიკურ ზემოქმედებას აქედან შემდგომ ჩვენ მის მოვახერხეთ და ასე ვთქვათ გავედით შემდგომ ამ დამტროებულ დასახიჩრებულ ადამიანებს ეზიდებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწალიც აღარ ქონდათ დარჩენილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ იქ ვიყავით დილის საათებში უკვე იქ მოყავდათ სასწრაფო მანქანები და ამისი კადრები არსებობს. როცა გაივსო, ასე ვთქვათ, პალატები დამტრეული ადამიანებით, მე უკვე უკაცრავდა იატაკზე პირდაპირ მნიშვნელობით ყრიდნენ ამ დამტრეულ ადამიანებს სისხლში იყო ყველაფერი მოსრული და მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას პირადად მე ვიყავი შესული და უთხრა რომ იქნებ საფენები ადიელები რაღაცა გამოიტანოთ და იატაკზე დააფინოთ რომ აქ მაინც დააწვინოთ ეს ადამიანები მეთქი და ნუ მოკლედ კატასტროფული მდგომარეობა იყო მახსოვს დილით გამთენიისას მოვიდა სადღაც 4-5 საათი იქნებოდა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე ქალბატონი მაია რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ასე ვთქვათ ხმამაღალი ხმით ეკითხებოდა ამ სპეცრაზმელებს ყველას ვისაც მიუწვდებოდა ხმა რომ ირაკლი სად არის იმიტომ ირაკლი და არაერთი ადამიანი იმ ღამეს ზოგი მოიპარეს ზოგი წაიყვანეს სადღაც ქალაქგარეთ სასაფლაოებზე დაყარეს დატოვეს და რა ვიცი და ვთქვათ ამ ქალბატონთან ძალიან უხეში საუბარი ჰქონდათ ამ სპეცრაზმელებს მე რა თქმა უნდა ჩავერი და უთხარი რომ კაცო ქართველები არა ხართ რა ქალბატონია როგორ ელაპარაკებით თან უთხარი რომ ირაკლის მეუღლეა მეთქი მაინც იფიქრე გენერალი კაცია გაჭრის რაღაც ამათან მეთქი და ნუ მოკლედ ისეთი აგრესია იყო იმათგან ვთქვათ ეს ხელკეტი დუბინგა ეგრეთ წოდებული კარგად მითავაზეს მაგრამ ნუ რა ვიცი თუ შეიძლება ითქვას გადავრჩილ სერიოზულ დაზიანებას ნუ მოკლედ აი ესეთი იყო მთელი ლაიტმოტივი ამ ყველაფერს შემდგომ გათენდა და გავიგეთ ყველამ რომ რუსთაველის ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები
და გავრცელდა ახმა რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ასე ვთქვათ ზემოქმედებით დაიღუპენ სულიკო ასოციაციას მე პირადად ვიცნობდი და არაერთხელ ვნახე ამ აქციების დროს აქციები მოგესალმება ტარდებოდა აქ რუსთაველზეც ტელევიზიასთან და სულიკო იყო ასე ვთქვათ ძალიან ერთ-ერთი აქტიური ადამიანი უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი სული და ის ვანის ჯგუფის თუ შეიძლება ითქვას ხელმძღვანელი იყო და რაღაცა კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან როდესაც გავიგე ეს ამბავი მონებრივია და ამინტერესდი მოვიკითხე ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ დილით 27-ში სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში მიაკითხეს დილით და ქუთაისში გამოუცხადეს რომ პაატას დენით გარდაიცვალა და ახალგაზრდა კაცია პაატა და უთხრა რომ სულ დაწვითო რეაქცია ქონდა ასეთი რომ იმდენად ბოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა რომ თლიანად დაწვითო ისა თუ დატოვეთ რამეო მოკლედ რაღაცები აუხსნეს რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა მოკლედ მან მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა დალია წყალი და ამ წყალში როგორც აღმოჩნდა გაურიეს რაღაცა ნივთიერება მე რასაც ლაპარაკობ ამაზე ყველაფერზე პასუხს ვაგებ და პირადად თუ არა ამისი ასე ვთქვათ მომსწრე შემსწრე და ამ ახალგაზრდას ამის გამო შემდგომ დაემართა სერიოზული ასე ვთქვათ ფიზიკური და ასე ვთქვათ ჯანმრთელობის პრობლემა რაღაცა გაურიეს ნივთიერება რომელმაც მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა დადგა შემდგომ დრო როდესაც ცხოვრებული სულიკო უნდა დაესაფლავებინათ უნებრივია მე ვიყავი დასაფლავებაზე ჩასული და ძალიან საინტერესოა ის რომ როცა მივედით დასაფლავებაზე ძალიან გაკვირვებული დავრჩი რომ რა ვიცი 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში რა და გამიკვირდა კაცო მეთქი ხوار დავაგვიანეთ ამ დროს დრო ისე იყო გათვლილი რომ არ უნდა დაგვიანებოდა თქო დასაფლავებამდე მოვიკითხე და მითხრეს რომ ბატონო უკაცრავად ერთი წუთითო თუ არ შეწუხდებითო გვერდზე გამოვყევითო გავყევით გვერდზე სადაც ცხონებული სულიკოს ოჯახია გვერდით არის პატარა ორღობე და გვერდით არის ყოფილი სკოლის შენობა პატარა 4 წლიანი სკოლა იყო ადრე იქა და იქ ეყენათ კამერა ორი ადამიანი იყო რომლებიც იწერდნენ ყველაფერს და მითხრეს რომ აქ ვინ მოვა დასაფლავებაზე რაც ჩამოასვენეს მიცვალებულიო აი კამერა დგას და იწერენ ვინც მოვა სამზიმარზე ოჯახზე მე საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ რომ ესე იგი არ გაბედოთ მისვლა ისინი არიან მოღალატეები კრემლის შემოყვანა უნდათ საქართველოში და რაღაც ამ მსგავსი მოკლედ შევედით ოჯახში ასე ვთქვათ მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა რომელიც ნამდვილად ქართველი ქალის ნამდვილი დედის მაგალითი შეიძლება იყოს ბატონი სულიკოს მეუღლე მეუბნება ეგეთ რაღაცას რომ დათო გული ხო გაქვს ძლიერი ხარი რა ვიცი მე მგონი კი მეთქი და რაღაცა უნდა გაჩვენო რა და თუ ისაო მაშინო შეიკავე თავი მოთხარი არა მეთქი და მივიდა მიცვალებულთან მივედით ცხოვრებულთან გადახადა მიცვალებულს ჩემი თვალით დავინახე რომ ადამიანს თვალი ქონდა გამოთხრილი მარცხენა თვალი და დაფარებული ქონდა თეთრი ასე ვთქვათ სპეციალური რაღაცა ხსნარში დამუშავებული ის იყო რა ქვია ბინტი ყელი ქონდა გამოგლეჯილი ანალოგიურად იქაც ქონდა დაფარებული ხელები ქონდა დამტრეული და მითხრა რომ აი ეს არის ხო დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაიგეთებიაო ადამიანისთვისო ნუ მოკლედ აი ესეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა ის წაიყვანეს და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია და უბრალოდ ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია სამწუხაროდ ცხეთის იზოლატორში აწამეს და იქ წამებაში თუ შეიძლება ითქვას ასე ამოხადეს სული. ამის შემდგომ ოჯახმა რა თქმა უნდა დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ნუ ეს ნაციონალები ამ დროს ხელისუფლებაში არიან
ისინი არიან თუ შეიძლება ითქვას ცხენზე როგორც იტყვიან ზეფთოვანი ქართული გამოთქმა არის და აშინებენ ოჯახს რა თქმა უნდა მე ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე ამ პროცესებში კომუნიკაცია რაღაცა ეს პაატა მდგომარეობა ყოველდღე უფრო უარესდება აი ამის გამო რომ წყალი დაალევინეს მეზობლები არ კონტაქტობენ ძალიან ერიდებიან ნათესავებიც ერიდებიან მისვლას მასთან აი ესეთი მდგომარეობა იყო რეალურად და წამოვიყვანე პაატა თბილისში მივიყვანე სამკურნალო დაწესებულებაში ჩაერიდნენ ექიმები და მისი მდგომარეობა ასე ვთქვათ დასტაბილურდა გამოვიდა მდგომარეობიდან მადლობა უფალს ოღონდ ეხლა დაიწყო უკვე ადგილზე ყავდათ ერთი დეპუტატი რაც ნაციონალურ მოძრაობას პაატა ლეჟავა რომელიც ჩასახლებული იყო ფაქტიურად ასათიანების ოჯახში და ასე ვთქვათ ხან თბილის სიტყვით ხან მუქარით რომ ესე იგი თუ არ გაჩერდებოდნენ ესენი ასე ვთქვათ და არ დაანებებდნენ ამ საქმის მოკვლევას თავსთან ეუბნებოდა რომ ამ ლორდ-კიფაინძეს დაანებეთ თავი ახლა თქვენ რაღაცას გეუბნებათ ისე რომ პოლიტიკურად უნდა რაღაცა ქულები დაიწეროს რაღაცა ეს სისულელეებს და არაერთხელ პირდაპირ მნიშვნელობით მიუტანა ოჯახში თანხა რომ აიღეთო ეს თანხაო და ასე ვთქვათ ჩათვალეთო რომ ჩვენ სახელმწიფო გეხმარებითო რა თქმა უნდა ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა ექსპერტიზის დასკვნა არ მიუტანეს ოჯახს ოჯახმა სთხოვა რომ ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ჩავატარებთო და თუ სახელმწიფოს ექსპერტიზის დასკვნა დაემთხვევა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას მაშინ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთო მაგრამ რა თქმა უნდა ეს მათ არ გააკეთეს 2012 წლის ასე ვთქვათ არჩევნების შემდგომ ბუნებრივია ჩვენ იცით რომ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და ოჯახმა მთხოვა მე პირადად გავაკეთე განცხადება საქართველოს პარლამენტის სტომაზე თხოვე გენერალურ პროკურატურას რომ მიეცათ უფლება დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაეტარებიათ ყველა ვიცნობთ ბატონ გეჯაძეს დამოუკიდებელი ექსპერტი 2 წლის შემდგომ მოხდა გვამის ასე ვთქვათ ექსგუმაცია გადმოვასვენეთ ქუთაისის პროექტურაში აიღეს ანალიზები ასე ვთქვათ ბიოლოგიური ანალიზების რაც იყო აუცილებელი და როცა ჩამოვიდა ასე ვთქვათ გეჯაძეს დამალული არ არის ყველა მიცის ის რაც უნდა შეედარებია ძველ ანალიზებთან აღმოჩნდა რომ 2012 წლის მაისის თვეში უკვე ცნობდნენ რომ ისინი არჩევნებს წააგებდნენ იმიტომ 2012 წლის 11 ოქტომბერში გახსოვთ ბატონ ბიძინას ცნობილი განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით და უკვე ესენი ძალიან შეშინებულები იყვნენ და დაიწყეს გასუფთავება ასე ვთქვათ თუ რაც კი მოუხერხდებოდა და ეს ლაბორატორიული ისინი გაანადგურეს ყველაფერი ანუ რეალურად შესაძლებელი ახალი ანალიზები ძველთან ფიზიკურად აღარ არსებობდა რა აი ეს არის მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ აი 26 მაისთან დაკავშირებით ოჯახმა გადაიტანა უდიდესი ასე ვთქვათ სტრესი რა ვიცი მახსოვს ისიც რომ აგვისტოს თვეში შალვარამიშვილი იყო ჩასული ოჯახში გადაცემა გააკეთა სპეციალური და მეც ვიყავი ბუნებრივია და როდესაც თბილისში ბრუნდებოდით მირეკავს ქალბატონი შორენა სადღაც ნახევარი გზა გვაქვს გავლილი და არის ძალიან აღელვებული ბატონი სულიკოს მეუღლე და მეუბნება რომ აი თქვენ რომ წახვედითო აქედანო მომივარდნენო აქ ვიღაც ადამიანები და მეუბნებიანო რომ ეს ლორდ-კიფაინძე და რამიშვილი სახში როგორ შემოუშვით ეთყობა რაღაცას აკეთებთ ნაციონალების საწინააღმდეგოდ ჩვენი მიშას წინააღმდეგ ნუ ეს მიშა ხო მაგათთვის ის იყო რა ქვია ღვთაება და დაგწვავთ სახკარიანად რაღაცა და ნუ ქალი არის აღელვებული და რაღაცა უნდა მიშველოთ ნუ რა უნდა ეხა ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიყავით მაშინ და რა უნდა გაგვეკეთებია დაუბრუნდი ხაშურიდან ჩავედი ლანში ჩავისვით ქალბატონი შორენა მანქანაში ჩამოვიყვანე თბილისში და
ჯერ კიდევ არ არის ცნობილი სამაზზენით ციხის კადრები გამოქვეყნებული და ქალბატონი შორენა იყო პირველი, ასე ვთქვათ, დაზარალებული, თუ შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში ახლა 26 მაისის კონტექსტში საუბრობ, თორემ რა თქმა უნდა იქ მუტარო ბაქიძის, გირგვლიანის და განცემლიზეების და სხვების საქმეში რაზეა საუბარი, ყველანი აქტიურად და არაერთხელ იყო ამაზე საუბარი და დილით მივიდა მაესტროზე და ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად სიმართლე საზოგადოებას მოუყვა თუ რა დამართეს მის მეუღლეს, როგორი იყო დაწამები და არავითარი დენისგან ის გარდაცვლილი არ იყო და მე ვთვლი რომ მისი ასეთი ძალიან კარგი მოქალაქეობრივი პოზიციამ სერიოზულად, ასე ვთქვათ, საზოგადოების განწყობებზე იმოქმედა. აი ეს არის მოკლედ თუ შეიძლება ითქვას 26 მაისთან დაკავშირებით. მე სხვა თემებიც მაქვს, ალბათ იმ თემებზე მომეცემა საშუალება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვისთან მქონდა ჩვენ საქმე. მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დავით, 26 მაისის თემა რო ამოვწუროთ თქვენთან და შემდეგ სხვა თემებზეც ბრძანეთ. დიახ. წევრებს თუ აქვთ კითხვა, ბატონი ილია, ბატონი ალუდა, ბატონი თენგიზი, ბატონი სოზარი. ბატონ დავით, დიდი მადლობა. რამდენიმე კითხვა მაქვს და დაზუსტება. იყო თუ არა რამე ძალადობა 26 მაისს? ან შეიარაღებული ხალხი ან რამისთვის მოწოდება ძალადობის მიმართ ძალადობისკენ ან მსგავსი რაღაცა თუ უკაცრავ მიტინგების მისგან მიტინგების როგორ გეკადრებათ რა ძალადობა ამას მინდა რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იყო ხმამაღალი საუბარი თუ შეიძლება ასე ითქვას ისიც კი არ გაგვიგონია რა ვიცი ეს გამონათქვამი ხა დამკვიდრდა საქართველოში რომ ერთი მინა არ ჩამტრეულა და როგორც იტყვიან ერთი ხის ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხა ბატონი თენგიზი ასე ვთქვათ ეროვნული მოძრაობის და ბატონი ირაკლი ასე ვთქვათ ცნობილი ადამიანები არიან და გახსოვთ ხო წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან რო დაიწყო ამ რუსთაველზე აქციები ალბათ არც ერთი აქცია არ დაგვიტოვებია და არავის ამის მსგავსი არაფერი არ ქონია ხა იარაღზე ხო საერთოდ და მოწოდება ძალადობაზე ეს წარმოუდგენელი ამბავია რა მაგრამ ნუ არ ვიცი მათ ქონდათ ესეთი მიდგომა რომ რაც უფრო მეტს დათურგუნავდნენ საზოგადოებას მით უფრო მორჩილი ეყოლებოდათ და ქართველი კაცის ბუნება არიციან მაგათმა მათ და სამწუხაროდ რა რომ ადამიანს ქართველს რაც უფრო მეტად ავიწროებ და უმსახურებლად მით უფრო მეტი წინააღმდეგობა უჩნდება რა ამიტომ მიიღეს ის რაც მიიღეს მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯერჯერობით ფართხალებენ იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციამ ჩვენ მოგვიყვანა აქამდე და საბოლოოდ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კომისიის თავისთავად არსება ხა დაუკვირდით რა განცხადებებს აკეთებენ კომისია არალეგიტიმურია პარლამენტი არალეგიტიმურია საზოგადოებას უნდათ ყური გაუხედნონ რომ ესე იგი ვითომ აქ ადამიანების ხედან და არაფერი არ ეკითხა აი რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას კომპეტენტური ორგანოები მასთან დაკავშირებით მერე თვითონ დაინახავენ ამას რაოდენ სწორი არის რომ სამართალი მართლა ურმით დადის მაგრამ დადის ნამდვილად რა ბატონო თქვენ აღნიშნეთ რომ რესპუბლიკურ სამართყოფოში იმდენი ხალხი იყო მიყვანილი რომ კორიდორში აწვენდნენ არ იყო მეტი ადგილი და თქვენ ვიღაცასთან კომუნიკაციაში შეხვედით და მთხოვეთ რომ ამ ხალხს ცოტა უფრო ღირსეულად მოქცეოდნენ ვინ იყო მაშინ რესპუბლიკური სამართლობის უფროსი ან ვისთან ჰქონდათ თქვენ ეს კომუნიკაცია არა სიმართლე გითხრათ მაშინ ხელმძღვანელობა იქ დამალული იყო იქ იყო ადგილობრივი პერსონალი, პერსონალი, რომლებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და იმათმა, ასე ვთქვათ, მოახერხეს ის, რომ ასე ვთქვათ, ეს იადაგზე დაეფინათ ესენი და ეს ადამიანები. ხელმძღვანელი ვინ იყო ხო არ იცით? თუ არ ვცდები, მაშინ იყო ეს ყიფშიძე. ის რესპუბლიკური სამართლობის მთავარი ექიმი თუ დირექტორი, რავი რა ქვია მაგას. ნუ მენეჯმენტში პირველი პირი, ასე ვთქვათ რა. აი მე რამდენი ისტორიაა, როდესაც ჩვენ ვისმენთ იმას, რომ იცვალებული ჭირისუფლებს ატერორებდნენ, აშინებდნენ და უგრძალავდნენ
იმ ელემენტარული ტკივილის გამოხატვასაც კი, რომელიც მათთვის ესეთი მძიმე დღეების გადასატანად იყო საჭირო. ეს დავამატებ ბადუილია და გეტყვით რომ აი როდესაც 2012 წლის არჩევნების წინ გახსოვთ ხო ანტენები სატელევიზიო ანტენები როცა დამონტაჟდა სოფლებში ბატონ ბიძინას ასე ვთქვათ ხარდაჭერით თავხედობის დონე და ხარისხი ნახეთ ამათი რომ სულიკო ასათიანის შვილი წაიყვანეს ზესტაფონში პოლიციაში გამოკითხეს იქ და უნდათ რომ დაეწერნებინათ ამისათვის პაატასთვის რომ ესე იგი თითქოს მოსყიდვის მიზნით დაუმონტაჟეს მას გლობალის ანტენა სახში და ესე იგი რაღაცა სამართლებრივი დევნა უნდათ ამით დაეწყოთ მასზე ხო ჯერ мама ხომ მოუგლეს დააბრალეს რომ ვითომ დენმა მოკლა და მე წაიყვანეს და ესე იგი აი ამ რაღაცა ვატე და ახლა ეს პაატა ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა არის და მაშინ გასცა პასუხი და უთხრა რომ კაცო მე არ ყოფილი ვარ სახში დედაჩემი იყო და დედაჩემმა დაამონტაჟებიაო და მე რაშვაში ვარ მე რას ვთხოვთ ეხა პასუხსო რა ქვია რა მოკლედ აი ესე და ვერაფერი ისეთი სერიოზული ხელმოსაკიდებელი ვერ ნახეს და სხვათა შორის ამან იქ განწყობებზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა შემდგომ იქ მოსახლეობაში მეზობლებაში რომ ესე იგი არიშლიდნენ თავისას მოკლედ რა და ბოლომდე მიდიოდნენ ასე თქვა თუ შეიძლება ითქვას ტერორზე რა დღეს როგორი არის ბატონ პაატას ჯანმრთელობის მდგომარეობა რა ვიცი დაოჯახებულია კარგი შვილი ყავს პატარა ანგელოზი გოგონა ღმერთმა გაუზარდოს და რა ვიცი ნორმალურად მადლობა ბატონი ალუდა ანდავთ რა საპროტესტებდით ეს ხალხი რატო აცემინეთ ესე თავი რატო დაუპირისპირდით რა იყო ის ხო დემოკრატიის შუქურა იყო ესე ამბობენ ხო ხო აბა როგორ იყო ეგ ამბავი აი ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ახალგაზრდები გვესწრებიან საზოგადოება და თქვენ კი ფაქტები კი ახსერეთ და გარემოებებზე მიუთითეთ როგორ იყო აი ისაუბრეთ გარდაცვლილზე ცხოვნებულ ბატონ სულიკოზე და კვინტრაძეზე რომელიც ამათმა შეიწირეს და რა შეიწირენ ეს ხალხი აი ასე ვთქვათ ეს მთავარი ფუნდამენტი არის ეს უნდა აღწეროთ ის რასაც ესენი აკეთებდნენ კურტანიძეს რომ ლუკას როგორ მოექცნენ სხვებს და არინდობდნენ არავის გამორჩეულ ადამიანებს ასე ვთქვათ ცნობად ადამიანებს ცნობად სახეებს რომ პირდაპირ მიდიოდა იმიტომ რომ ავტორიტეტი არ ყოფილიყო იმიტომ რომ ეს გადამდები არ ყოფილიყო იმიტომ რომ აი ეხლა ბატონ სულიკოს შვილი რომელიც ამ განწყობით იყო და გადამდები იყო ეს ასე იყო ანუ მაგ ლოგიკაში ესენი სწორად მოქმედებდნენ თუ შეიძლება ასე ჭყალებში რა თქმა უნდა რომ ასე ვთქვათ ეს გებელსისეული მეთოდები კარგად ჰქონდათ და უფრო მეტადაც კი განვითარებული მაგრამ რა იყო აი მიზეზი იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე ჩანს რომ კადრების ნანახი აქვს ადამიანებს ვინც იმ დროს ან დაბადებული არ იყო ან ძალიან პატარა იყო და არ ახსოვს მე გეტყვით იმას რომ და საზოგადოება შევახსენებ რომ გამოუგნებელი იყო მაგალითად ერთ-ერთი მათი აქტივისტი არის აბა სხვანაირად არაფერი არ ქვია მას, როდესაც მობრძანდა კომიტეტის ხდომაზე და პრეტენზია ჰქონდა რომ ნომინირებული ყოფილიყო სახალხო დამცველის პოზიციაზე. დაახლოებით 2 წლის უკან. თუ არ ვცდები და თქვა ასეთი რამე, ჩემი კითხვის პასუხად რომ აი როდესაც მეთქი სისხლის ნიაღურები აი ამ ცენტრალურ გამზირზე ხდებოდა ეს ყველაფერი. და თქვენ როდესაც აქებთ სააკაშვილს ასე უტიფრად ეს ადამიანი ამას იძახდა რომ სხვები აკეთებდნენ ამას ვიღაცები სხვები მერაბიშვილების სხვები და სააკაშვილი არაფერ შუაში არ იყო და მეთქი სააკაშვილმა როგორ არიცოდა მეთქი ეს ყველაფერი და ეძინაო გამიგეთ ამას საჯარო არის ის ყომაც საჯარო იყო და დღევანდელიც ხო ამიტომ ეს რომ კაფეოთ ახსნათ რომ თითქოს ისე ჩანს რომ ვიღაცას ანუ გაპროტესტება და მეტიც შემოგვიტრიალა პასუხად რომ ნუ რაზეა ლაპარაკი ხა დემოკრატია არის შევარდნაძის დროს ხო გახსოვთ როგორ იყო ხო ისო
ცხონებული ის მყევრიშვილი რო ურტყავდაო ხელკეთსო იზახდა რომ ჩურჩხელა არისო ესო და გეჩვენებათო ხო და ხლა რაზე ვლაპარაკობთო ყველგან არისო პროტესტი ყველას აქვს პროტესტის უფლება თუ ის კანონს გასდება ასე შემდეგ აღარ შეყვები ამ დიალოგს ხო და ამიტომ რაზე ვლაპარაკობთო შეიკრიბა ადამიანი თითქოს ისე ჩანს რომ თქვენ იქ რო იკრიბებოდით ან სოციალური პროგრამები არ მოგწონდათ, ან ყოფითი ცხოვრების რაღაცა პენსია ვიღაცას შრომითი უფლებები, აი მაგალითად დიდი ამბავი არის ხომ, შრომითი სამართალთან მიმართებაში და როგორ გასწორდა და ასე შემდეგ, ხო რომ აი ამას თუ არა პროტესტებდით. თუ რასა პროტესტებდით? ეს რო საზოგადოებას უთხრათ. მადლობა ამ კითხვისთვის. რატომ ასე ვთქვათ, თავგანწირვით, რატომ ვიბრძოდით ქართველი ხალხი ამ რეჟიმის, რატომ დაერქვა რეჟიმი, რატომ იყო რომ ადამიანები სიცოცხლეს წირავდნენ ჩვენი თვალით ნანახი და არც მეტი არც ნაკლები რა შელაპარაკებაზე იყო ლაპარაკი რა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე და მათ პირიქით აწყობდათ რომ ქურც რა უნდა და ბნელი ღამე იმიტომ რომ დაუშვათ რაც მეტად იქნებოდა ჩაბნელებული ქუჩები რაც მეტად იქნებოდა გარემო პირობები მათ შორის წვიმა იქნებოდა თუ ამინდი ისეთი რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემდა რომ ადამიანები დაწკუნულიყვნენ ეს ხომ კარგად ვიცით რატომაც ხდებოდა ხომ მაგალითად ტელევიზიასთან როგორ დაარბიეს და რა უქნეს იქ ადამიანებს უამრავი კამერის თვალწინ პირდაპირ დღისით მზისით და მათ შორის იქ არაფორმალურად იყვნენ სწორედაც მათი ასე ვთქვათ ხელის ბიჭები რომელიც საერთოდ არანაირ შემხევლობაში არ იყვნენ სტატუსურადაც კი მაგრამ აი ეს კი ვიცით და ისი საზოგადოება და შეიძლება ეს კადრებიც არის და ინტერნეტში მოიძიება და ამ საშუალებები აქვს გაჯეტების გამოყენებით მაგრამ იდეა რატომ იყო ესე რომ აი ადამიანები ვიცოდით რომ იყო რეჟიმი შეეძლო რომ ტანკი გამოეყვანა არ ვიცი უამრავი რამ რასაც მათი ეს ასე ვთქვათ უკუღმართი ტვინი მოიფიქრებდა და მოიხარშებოდა მათ ტვინებში მაგრამ ქართველი ხალხი აი რას თქვენ თქვით რატომ იყო რომ შუბლს უშვერდა იმას რომ დიახ საკუთარ სიმართლით შიშველი ხელებით არანაირი მოლოტოვის კოქტეილი არანაირი იარაღი და რაღაც სხვა 1000 უბედურება კიდე ყველაფერი მათ ხელში იყო რატომ იყო რომ შიშველი სიმართლით ვასკდებოდით შუბლით აი ამ ადამიანებს ეს რო ახსნათ დიდი მადლობა მადლობა ამ შეკითხვისათვის ძალიან მარტივია ბანალურია და მაგაზე პასუხი და გეტყვით რატომ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდნენ მათი ასე ვთქვათ გაცხადებული რეჟიმი ასე ვთქვათ დღის წესრიგი იყო რომ სამართლიანო უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ წესრიგი იქნებოდა ბიუჯეტი გაიზრდებოდა უკეთეს პირობები და რა მივიღეთ მომენტალურად აი გაგახსენებთ რამ გამოიწვია საზოგადოებაში ასე ვთქვათ ასეთი ზარდი დაპირისპირება ამ რეჟიმთან მიმართებაში პირველი რაც გააკეთეს გახსოვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები და აკადემიკოსები გამოკეტეს იმაში რა ქვია აუდიტორიაში და პირდაპირ მნიშვნელობით ჩაუკეტეს კარები და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ გამიგეთ კინაღამ დაიხოცა ადამიანები სუნთქვის უკმარისობი და რაღაცა და ახლა ჩვენ ისე გავიზარდეთ რომ ერთი დღით უფროს რო იყო ადამიანი ფეხზე ვდგებოდით და ესე გავგზარდა ჩვენმა ასე ვთქვათ წინაპრებმა და ოჯახებმა განსაკუთრებით და ახლა პროფესურას რო ასე მოექცევი ხო ამ ადამიანები ამას აღიქვამდნენ ხედავდნენ და ეს ყველა ადამიანები შემდგომ იქედან წამოვიდნენ და რუსთაველზე იყვნენ აქციების ორგანიზატორები აქციებში ღებულობდნენ მონაწილეობას იგივე თუნდაც ბიზნესი ხო მიადგნენ ამ ბიზნესებს და მოგეხსენებათ სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველაფერს ართმევდნენ აი მაგალითად ჩვენს საახლობლოს ჰქონდა თქვენ ყაზბეგი დამზადებით და ადვილად ასე ვთქვათ მიხვდებით ბიდარა და ნავროზა ხო გაგიგიათ იქ წყალი არის რომელიცაც ასე ვთქვათ მარაგდება გუდაურის კურორტი და იმისი ლიცენზია ჰქონდა 25 წლიანი და უკაცრავად ამ ტიპებს არ მოეწონათ რომ ვიღაცას ჰქონდა ეს ლიცენზია და რაღაცა მოგონილი დოკუმენტებით ვიღაცას დააწერინეს მერის მოადგილეს თუ გამგებელი იყო მაშინ რაღაცები და ეს ლიცენზია ჩამოართვეს ასე რა ქვია მეპატრონეს როდესაც უკვე საგრებულოს დამტკიცებული ჰქონდა ტარიფი 1 კუბომეტრ წყალზე ლარი და 20 და იანგარიშით ეხლა წყალი თვითდინებით მოდიოდა და ადამიანი შეიძლება ყოფილიყო გამختارიყო
კანონიერად მილიონერი და წაასვდა მე მოიგონეს გახსოვთ თბილისის მერიას რო გადასცეს გუდაურის ისა რა ქვია ხო რაღაცა აი ეგეთ რაღაცებს აკეთებდნენ ასე ვთქვათ საძოვრები რო ქონდათ ადამიანებს რომ აი მაგალითად სადაც მე დავიბადე გავიზარდე ვანის რაიონში 29 ჰექტარი ქალაქის მოსახლეობას და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ქონდა საძოვარი პირუტყვისთვის და ერთ დღეს მივიდნენ და უთხრეს რომ ეს საძოვარი აღარ არის თქვენიო რა და დარჩა 3000 ოჯახი მაპატიეთ და პირუტყვით ოღონდ ეზოში და არა საძოვარზე. ანუ გაწირეს მთელი 3000 ოჯახი შიმშილისათვის. გამიგეთ? აი ასეთ რაღაცებს სკოლებს აუქმებდნენ 1000-ზე მეტი სკოლა ადნენ და გაყიდნენ და ოფისებს აკეთებდნენ იქ რა ქვია თავისას და ამდენიმე სკოლა მე ჩვენ კი აღვადგინეთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ აი ეს ყველაფერი ერთმანეთს როცა ემატებოდა იზრდებოდა ეს ასე ვთქვათ 7 ნოემბერს რაც აქ ჩაიდინეს 50 კაცი იყო დილით რუსთაველზე და დაესხენ თავზე აუგებარი რაღაცა ფორმირების ადამიანები და მე მახსოვს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი ბესიკის ქუჩა ხო ვიცით აქ 9 კილომეტრში არის ზემოთ თათმინის კილომეტრი ბესიკის ქუჩაზე ამოგზდიეს სპეცრაზმელებმა იმითი რა ქვია ჩხუბით ავედით და ჩამოვედით რა აი ამას აკეთებდნენ და ეხლა რა გასაკვირია ეხლა რომ ქართულ კაცს გაუჩნდებოდა პროტესტის გზნობა და ეს დაგროვდა და მივიდა იქამდე სადამდეც მივიდა და ოღონდ ხას უსვავ იმას რომ არასოდეს ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში არ ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა და მით უმეტეს ეხლა რო არის გაპეტიშებული რომ თურმე იმას თუ ისრი მოლოტოვის კოქტეილს ეს გახტები გმირი და პოლიციას მიაყენებს შეურაცხყოფას იქნები რაღაცა განსაკუთრებული ადამიანი და ტელეეთერიდან არ ჩამოგიყვანებენ კვირეების განმავლობაში მათი პარტიული ტელევიზიებიდან ეს იყო მიუღებელი და არც გაგვიკეთებია ეს არასოდეს არც გააკეთებს ამას შეგნებული ქართული კი უბრალოდ ამ ყველაფერს რეზუმეს სახით რომ ვთქვათ აი თქვენ ბიზნესი ახსენეთ ყველაფერი კი ბატონო ერთი მეორეს ეწყობოდა მაგრამ მოდი პირდაპირ ისიც ვთქვათ ჩვენ არ გვინახია თითოეული გამონაკლისების გარდა და რომ არა პირდაპირ ვთქვათ ნომერ პირველი ქველმოქმედი თუ რაიმე სახის ვინმე რისკი ეს ფასად დააყენა საკუთარი ოჯახი საკუთარი პირადი ცხოვრება ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი სხვა ჩვენ კანტაკუნტა ანუ არც გვინახავს ისეთი რომ არც ვინმეს გამოუდიათ ავიდა რაღაც სასწაულები ასე ვთქვათ და ბრტოვანი გამონათქვამის არ იყოს კრამიტები არავის დაუმტვრევია ერთადერთი ვინც იყო და რასაც ქართველი ხალხი არც ის რომ ლიცენზიას ართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო მამაპაპისეული სახლკარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესში მივიდოდა და აღმოაჩენდა რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამაპაპანი ასე ვთქვათ თიბდნენ თუ ხნავდნენ თუ კალოთ იყენებდნენ აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი და თუნდაც გადამთიელის ამასაც კი ასე ვთქვათ რუდუნებით თუ მოთმინებით რა თქმა უნდა ასე ვთქვათ დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ეგ ვერ გაიგეს ამათო ღირსების შელახვაზე აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი პირიქით ღებულობა აქ არის ღირსებაზე თორემ ესენი ასე ვთქვათ კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩება და ამას მოითმეს და სინამდვილეში ადამიანმა ქართველმა შეიძლება 100% გაიღოს თავისი მატერიალურის მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების აი ამაში წააგეს ამათმა რომ აქ ღირსებაზე იყო ლაპარაკი ესენი შეეხნენ ღირსებას შეეხნენ ისტორიას ახალი ქართველის გამოყვანას და აი აქ იყო სწორედაც ეს უნდა გაიგოს იმაში რა ქვია ეკლესიას ღირსებას წმენას ყველაფერს თაზე მიადგნენ პირველი აჭარაში აგერ გლდანში კამაზი შეიყვანეს და კამაზით შეანგრიეს კარები და რაღაცები ტაძარი შეანგრიეს კამაზით კი ბატონო ბოროტებასთან მიმართებაში ჩვენ არაერთი ჯერ არ დამისრულებია საქმე და რაღაცებს მეც ვიტყვი აი თქვენ რასაც ძანებთ ნახეთ ყველაზე ნიშანდობლივი რა არის
შეიძლება რომ ვიღაც მაგალითად თქედარ გოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ ბრჭყალებში სპეცოპერაციაში თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირ მინიშნება კი არა და სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდნენ. კი ბატონო, ბატონი თენგიზი და დროში ვართ ვიწვით, იმიტომ რომ ბატონი გია ბურჯანაძე ზუსტად პირველის ნახევარზე უნდა ჩაერთოს თურქეთიდან კლინიკიდან. მანამდე ქალბატონ ნონას უნდა მოусმინოთ, ამიტომ ვიჩქაროთ თუ შეიძლება. ამ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნახეთ და ნუ დავით ექსპერტიზასთან დაკავშირებით მინდა რაღაც დავაზუსტო. ასათიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რა თქმა უნდა საქმე იქნებოდა აღსრული და იყო კიდევაც. დიახ, რა თქმა უნდა. იქ ექსპერტიზის დასკვნა უნდა ყოფილიყო. ახლა თქვენ თქვით რომ იქ განადგურებული იყო. თუ გაქვთ ინფორმაცია თუ არა და მას მერე დეტალების ჩვენ თვითონ მოვიძიებთ. დიახ. ესე იგი იქ კი რაღაც მასალა ალბათ რაც იყო ცხედრიდან აღებული ისი ნახებოდა და გაანადგურეს. მაგრამ დასკვნაში არანაირად არაფერი არ იყო იმ მასალიდან იმ კვლევისა მოხვედრილი, რომელიც მე ამ საქმეში აღმოჩნდებოდა, თუ ამ საქმიდანაც გააკრეს ეს ყველაფერი. არა, ეს იყო, მაგრამ შესაძლებელი რითაც აღარ იყო. უბრალოდ მასალა არ იყო. მასალა არ მაგრამ თვითონ დასკვნაში რაც სისხლის საბარის მასალაში არის, პროკურატურას აქვს ეს მასალები და ნუ ეხლა დეტალები თქვენ მიგიწვდებათ უფრო და ნახავთ. მე არ ვიცი ეხლა ზუსტად დეტალები. ანუ მხოლოდ დენი რომ არ იყო გარდაცვალების ფაქტი იმ დასკვნიდანაც ჩანს. დიახ. კარგი, მადლობთ. ნახავთ ჩვენ ამასაუბრს. დიახ. კარგი, ბატონო დავით, ბატონმა ირაკლიმ და ბატონმა სოზარმა კითხვის დასმისგან თავი შეიკავეს, ამიტომ თქვენ კიდევ ორი თემა გაქვთ. დიახ. და გთხოვთ თითო თემას დაუთმოთ მაქსიმუმ 5 წუთი და უნდა ქალბატონ ნონას შემოუძღვეთ დარბაზში თუ შეიძლება მოკლედ. კარგით. თემა რომელიც ეხება საქართველოს ეროვნული ზარაფხანის გასხვისების საკითხს. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ზარაფხანა იყო სახელმწიფოს საწარმო 100%-იანი სახელმწიფო წილით. 96 წელს გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ატრიბუტი შექმნილიყო და განვითარებულიყო საქართველოს ეროვნული ზარაფხანა ფინანსის სამინისტროს სისტემაში. მე როცა მივედი ამ საწარმოს ხელმძღვანელად 2000 წელს, იქ იყო, როგორ გითხრათ, კატასტროფული მდგომარეობა, 7 თვის ხელფასები იყო გაუცემელი, ბიუჯეტის დავალენება იყო 3 მილიონი ლარი, წაგება იყო 1.5 მილიონი ფინანსური წლიური და კატასტროფული მდგომარეობა იყო საწარმოსი, მაგრამ ასე ვთქვათ, დავიწყეთ სერიოზული ასე ვთქვათ მოქმედებები. პირველი რაც იყო ის, რომ მაშინ აქციზი იყო ოქროს ნაკეთობებზე 35% და ეს აქციზი საერთოდ გააუქმებინეთ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მამაც მისცა საწარმოს საშუალება, რომ განვითარებულიყო, დაიფარა ეს დავალიანებები, დავიწყეთ განვითარება, კონტრაქტები გაფორმდა ბალტიის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიასთან, მათ შორის უკრაინის, უზბეკეთის, ანუ გაჩნდა რუსეთის კომპანიასთანაც გავაფორმეთ მაშინ კონტრაქტი მახსოვს, გაჩნდა საშუალება, რომ საწარმო განვითარებულიყო და პერსპექტივაში ზარაფხანა არის ის, რომ მოჭრილიყო, ასე ვთქვათ, მინიმუმ ხურდაფული. ეს არის ზარაფხანის მთავარი არსი. მივდიოდით აქეთკენ შეხვედრები ჰქონდა, ასე ვთქვათ, უკრაინის ზარაფხანის ხელმძღვანელობასა, მაშინ იუშენკო იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პირადად ვიყავი ჩასული პოლონეთის ზარაფხანაში და სხვაგან და ესენი როცა მობრძანდნენ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, რომ ეს საწარმო საერთოდ გაექროთ. მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ, ეხლა დღეს რომ გამოდიან და მთელი საქართველოს ამუნდათებენ, რომ ესე იგი რაღაც რუსეთზე ლაპარაკობენ, რუსები არის ერთი ამბავი. პირველი ბიზნეს ფორუმი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააკეთეს, იყო რუსულ ბიზნეს ოპერატორებთან თბილისში.
მაგათმა. ამას მოყვა ის, რომ მაშინ ვენდუქიძე დარჩა აქ, ასე ვთქვათ, ეკონომიკის ministrად, ესე ჩაითვალა საჭიროდ ვენდუქიძე და პირველი რაც, ასე ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება, ერთ დღეს, ჭალებში შენიერ დღეს გამოაცხადეს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და ზარაფხანა აღმოჩნდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ბუნებრივია მე ამაზე მქონდა რეაქცია, იმიტომ რომ კანონი გძალავდა, ასე ვთქვათ, აღნიშნული საწარმოს პრივატიზაციას, იმიტომ იქ იყო სახელმწიფოს ოქროს მარაგები და რომ აღარ დაუბრუნდი ამ თემას, გეტყვით, რომ საწარმოს საწესებო კაპიტალი იყო 8.5 მილიონი ლარი, 2 ჰექტარზე მეტი მიწა, დაახლოებით 25,000 კვადრატული მეტრი ფართი დილღომში კარგ ადგილზე და მოინდომეს ამათმა, რომ ეს საწარმო, ასე ვთქვათ, ჩაეგდოთ ხელში და მე მავალებდნენ, რომ გამეკეთებინა კომისია, რომელიც მოახდენდა პრივატიზაციას. რა თქმა უნდა, მე ეს არ გავაკეთე, კომისია არ შევქმენი და ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო გამოსვლის დროს ბატონმა ვენდუქიძემ გააკეთა ტელევიზიით პირველი არხით განცხადება, რომ ესე იგი ეს ლორდ ქიფანიძე ეხლა გაახსენდაო ეს საწარმოო რომ სახელმწიფოსი არისო, იქაურო გაანადგურესო და ამ დროს ჩვენ კი არ გავანადგურეთ, ფეხზე დავაყენეთ 2000 შევინარჩუნეთ 2003 წელს ნიუ-იორკში დაგვაჯილდოვეს სპეციალური პრიზით, პირადად ვიყავ ნიუ-იორკში და ასე ვთქვათ სერიოზული ასე ვთქვათ აღიარება მოვიპოვეთ და ნუ ეს ამათთვის არაფერს არ ნიშნავდა რა და პირდაპირ გამოაცხადა ტელევიზიით რომ ეხლა ვაჩვენებთ ამ ლორდ ქიფანიძეს რომ მინისტრი მე ვარ თუ ეგ არის დირექტორი იქაო და სიმართლე გითხრათ ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანებს სახლებიდან ერეკებოდნენ უკაცრავად და ამ გამოცდის თქვას ღამის უნიფორმით ესე ვთქვათ რა და ჩემ მეუღლეს ქონდა წოლითი რეჟიმი მაშინ პირველ ბავშვზე რაღაც პრობლემა იყო მეორეზე ფეხმძიმეთ იყო 6 თვიანი წოლითი რეჟიმი ქონდა პირდაპირ ეთერში უყურა და თქვა რომ აი ახლა მოგაკითხავენ და დაგიჭერენო რა აი ესეთი ის ქონდათ რა ქვია სპეცნაზები და მოკლედ აღმოჩნდა ის რომ მეორე დღეს მირეკავენ მე და მეუბნებიან რომ დაფიქსირებულია ეს ყველაფერი რასაც ლაპარაკობ ბუნებრივია და მეუბნებიან რომ შენ თუ გინდა პრობლემა არ შეგექმნას ზარაფხანაში და შეიძლება აღარც გავყიდოთ მერე ოფშორის ანგარის გადმოგიგზავნით და ამ ოფშორის ანგარისზე გადარიცხავ თანხას და დაგანებებენ თავს ვინ გითხრათ ნუ ვინმე აბაშიძე სახელი ლევანი თუ არ ვცდები ტელეფონის ნომერიც დაფიქსირებ რა თქმა უნდა მე ეს პროკურატურაში შევიტანე ეს განცხადება ამასთან დაკავშირებით რომ მოეკვლიათ რა თქმა უნდა ვერ დაადგინეს ვინ იყო ეს რა ქვია ხო ზუსტად მაგაშია საქმე ვიცით რომ თქვენო თანხა არ აგაბთო რასაც ქვია პირად თანხაო მაგრამ აი ახლა პროდუქცია რო არისო გადატვირთულიო იმაშიო რა ქვია ლატვიაში და უკრაინაშიო ის პროდუქციის თანხა რო შემოვა გადარიცე ანგარიშზეო რა და ვერ ვუცხარ გადავრიცხო და დამიჭერთ იმ საღამოსე ხო თუ როგორ იქნება ახლა ნუ მოკლედ აი ესეთ რაღაცებს აკეთებდნენ ბოლო-ბოლო ასე თქვათ მე კი საკმაოდ 9 მილიონამდე და რომ არ წავედი ასე ვთქვათ ამ მათთან გარიგებაზე პროკურატურამ აღძრა ამაზე საქმე ცნეს დაზარალებულად აგვისტოს თვეში და იფიქრეს ამათ რომ ეს არ გვეშვება კაცო იქ მე მივმართე ამერიკის ელჩს გაეროს მისიის ხელმძღვანელს საელჩოებს უკაცრავად და გამოაცხადა შიმშილობა რომ ესე იგი ასე ექცევიან სახელმწიფო საწარმოს და მის ხელმძღვანელს და იქნებ რაღაცა ხმა მოიღოთ ამასთან დაკავშირებით და სექტემბერში გავედი შებულებაში ეს რომელი წელია 2004 წლის 4 წელი ერთი წელი ვიყავი მაგათთან ასე ვთქვათ თუ შეიძლება ითქვას ხელჩართულ ომში რომ მოვიდნენ რომ დაიწყეს 2004 წლის თებერვლიდან აი ესე სექტემბერში შვებულებაში გავედი და მირეკავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჩემი მოადგილე მეუბნება რომ ესო ბატონო და დირექტორი მოიყვანესო გამეცინა დირექტორი როგორ მოიყვანეს შვებულებაში ვარ კაცი და
ნუ ავდექი და მივედი ზარაფხანაში, რომ მივედი, სპეცნაზი იდგა ეზოში რა, ნიღბებით. და დამინახეს, ეხლა ხომ მიცნეს და მითხრეს, აქო რა მოგიყვანაო. ეხლა გვეტყვიანო ბრძანებას მოგცემ და დაგიჭერტო აქვეო რა. ნუ ავედი მესამე სართულზე სააქტო დარბაზში და მინისტრის მოადგილე, ასე ვთქვათ, ვინმე ტოპრაკაშვილი და დირექტორი ყავს მოყვანილი ატარებენ თათბირს. და აქ რასაკეთებ თქო მე უთხარი კაცო თქო და დირექტორი მოიყვანეთო და დირექტორი მე რო ვარ მეთქი რამე საბუთი გაქვთ მოტანილი ამ ბრძანება ან რესტრის ამონაწერი არაფერი არ ქონდათ მოტანილი რა ნუ მოკლედ ამაზე ვიდავეთ გაუშვით იქიდან მე მოიფიქრეს ასეთი მექანიზმი რომ საწარმოთა მართვის სააგენტოში იურიდიული დეპარტამენტი იყო რომელიც ბრწყალებში ძალიან მაგრად მუშაობდა ასეთ თემებზე რაღაცეები შეცვალეს იქ რა ქვია ნორმები და ცოტა ხანში ასე ვთქვათ მოიყვანეს ახალი დირექტორი თავისი რესტრის ამონაწერით და მაშინ როდესაც მე შემოულებაში ვიყავი დასვეს ის ადამიანი რომელმაც შეასრულა ყველა დავალება სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ და გაიტანეს ასე ვთქვათ აუქციონზე და გაყიდეს 1.5 მილიონი ლარად 8 მილიონი საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა და მე ვთქვი მაშინ რომ კაცო ეს ოქრო ის ხო არ არის უკაცრავა და კარაქი მალფუჭებადი რო იყოს რას აკეთებს როგორ აკეთებს ან რატომ ყიდით ან რა უბედურება არის და ნუ მოკლედ გაიყიდა ეს საწარმო და რაოდენს საინტერესო არ უნდა იყოს ეს საწარმო არ გაყიდულა აჩუქეს ფაქტიურად კობანაყოფიას რომელიც ჩამოიყვანეს მაშინ რუსეთიდან რუსეთის მოქალაქე რომელიც დღესაც არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დონორი თუ შეიძლება ასე ითქვას და აი ამ მაშინ ქალბატონ თეას ემახსოვრება ალბათ სამართლებრივად ესე იყო შეპესეს დაფუძნება სჭირდებოდა 2000 ლარიანი საწესდებო კაპიტალი სასწრაფოდ დააფუძნეს შეპესე საცხოვრებელი ბინის მისამართზე ანუ 2000 ლარიანი საწესდებო კაპიტალის შეპესეს მისცეს საქართველოს ეროვნული ზარაფხანა. კაცო, 9 მილიონი ლარის ოქროს ნაკეთობების გარდა რა ხონება იყო კიდევ იქ? შენობა ნაგებობა 4 სართულიანი და ახლობით 30000 კვადრატული მეტრი, ხო რო გადაიანგარიშოთ დიღომში კვადრატული მეტრის მაშინდელი ფასი დაახლოებით 9-10 მილიონი დოლარის იყო მარტო ეს ყველაფერი რა და აი ესე ჩაიგდეს ხელში და ნუ მე ახლა 1.5 მილიონი ლარად რომელიც გადაიხადეს მაშინვე თუ ეს გადახდეს არა ეს გაწერეს ასე თქვა ვადაში და ნელ-ნელა ნუ მე გადაყიდეს გადმოყიდეს რომ როგორც იცია რომ დამალონ ასე თქვა რომ კეთილსინდისიერი მყიდველი აღმოჩნდეს ვიღაცა და ვის ნუ ახლა ოქროს აწარმოს რო გაყიდეს უკეთესე რა უნდა იყიდოს ხო გასაგებია მათ არ აინტერესებდათ რომ იქ ზარაფხანა ყოფილიყო იმიტომ რომ კერძო ინტერესები ქონოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ მინდა კიდე ერთხელ ვთქვა რა როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში გამიზნულად გახსოვთ ალბათ ლიბერალური პოლიტიკა შემოიტანეს მაშინ თქვეს რომ ეს ლიცენზიები ზედმეტი რაღაცები არ არის ბიზნეს გაუმარტივოთ რაღაცა ვითომ ბიზნესისთვის იკლავდნენ თავს რა არსებობდა ასეთი კანონმდებლობა ძვირფასი ლითონებისა და ქვების სავალდებულო კონტროლისა და დადამღვის შესახებ რაც ითვალისწინებდა რომ საქართველოში რაც კი შემოვიდოდა გარედან ან გავიდოდა სარეალიზაციოდ ქსელში ყველაფერი ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო კონტროლს. ანუ მას უნდა ქონოდა ორი დამღა, ერთი საწარმოს და მეორე სახელმწიფოსი. ამათმა პირველი დაიწყეს რომ სახელმწიფო კონტროლი არ არის საჭირო და იმდენი გააკეთეს რომ 2000 მე რომ გამომიშვეს რა თქმა უნდა წეხლა ყველაფერს ვერ მოყვებით რამხელა წინააღმდეგობაში ვიყავით მაგათთან და 2004 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა სააკაშვილის ხელმოწერილი კანონი, რომლითაც ეს კანონმდებლობა გაუქმდა და შევიდა ძალაში 2005 წლის 1 იანვრიდან. ანუ ეს რას ნიშნავს? რაც იყიდება საქართველოში, კაცმა არ იცის რა იყიდება რა. მოკლედ, რომ ვთქვათ, სავალდებულო სახელმწიფო კონტროლს
არ ექვემდებარება კანონი, ამას აღარ არეგულირებს და აი ესე მოაქციეს, ასე ვთქვათ, თავისი განკარგვის ქვეშ. გასაგებია. ზარაფხანის ანუ ეს სინჯი რაც არტყია არ არის სანდო მაგას. არ ვიცი, მე არ ვიცი რა არის, მაგრამ კანონმდებლობა არ ავალდებულებს და ადრე იყო სავალდებულო ზარაფხანის პროდუქცია იყო, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი, იმიტომ რომ ზარაფხანის პროდუქცია იყო აბსოლუტურად ყველა კონტროლ ქვეშ, იმიტომ რომ 1 გრამი ვერ მოხდებოდა სარეალიზაციოდ, თუ სახელმწიფო ამას არ შეამოწმებდა და ბირჟები მოგეხსენებათ რა დღეშიც იყვნენ მაშინ, ხო? აბსოლუტურად კონტრაბანდული 1 გრამი ოქროს, ასე ვთქვათ, იმპორტი არ ფიქსირდებოდა და ნუ ეხლა ძვირფასულებზე ხო საუბარი საერთოდ არ არის რა. და აი ამ კანონმდებლობის გაუქმებით საერთოდ გაინთავისუფლეს თავი აი ამ ვალდებულებისაგან რა. ნუ ეხლა იქ ისეთი თემებია იქ საქართველოში ოქროს დორე ოქრის შემოტანასთან დაკავშირებით ზარაფხანის და რაღაცები ამას ცალკე დიდი ალბათ სტომა დაჭირდება რომელსაც ეს თემა თქვენ ალბათ იმისთვის წამოჭერით რომ კომისიამ შეისწავლოს და დასკვნაში შეიტანოს, ამიტომ ჩვენ თქვენ ნებართვით გავაგრძელებთ თქვენთან ამ თემაზე უკვე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ურთიერთობას. მეორე საკითხის შესახებაც ბრძანეთ თუ შეიძლება და ქალბატონი ნონა უკვე მობრძანდა და ვეღარ ვალოდინებთ უფრო მეც. ესე იგი ამ თემასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს ყველა თემა რომელიც ეხება კერძო საკუთრების ხელყოფას რა თქმა უნდა იყოს დაგმობილი და შესწავლილი.